რაღაც წარმომადგენელთა რა ქვია შიო თუ რა ქვია მათ იმ წარმომადგენლებს ვთხოვოთ ეს აზრს მოკლებულია იგივე რომ პუტინს თხოვე ხო რომ გამოუშვი შენი პატიმარი მეუფე შიოს ღიად რუსეთთან აფილირებული კაცის მოსაყდრედ არჩევა რომ მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად ამ ადამიანმა მე დამანახა რომ არის უსამართლო მსჯავრი არ აქვს საშიში როგორც მე ხვდები არის შიო მუჯირი მისეული წარმოდგენით ზენონის წარმოდგენით არის ერთის მხრივ საქართველოს ეკლესიისთვის და მე გავბედავ და ვიტყვი დავეთანხმები და ვიტყვი ასე არის ის საშიში შესაძლოა იყოს საშიში ქართული სახელმწიფოსთვისაც კი მეუფე შიო არის რუსული პროექტი და რუსეთის აგენტი ვითომ ძალათი დანიშნული თანამოსაყდრეთ რუსეთის აგენტი ასევე ის კაცი არც ვიცი სახელი და გვარი და ვინ საერთოდ ვინ ჩემი ფეხებია უკაცრავად ეს არ უნდა დაუშვათ პირდაპირ გეუბნებით ეს არის რუსული პროექტი შიოს რატო ვეწინააღმდეგები მე და რატო არ მომწონს შიოს შესაძლო არ გამოსარიცხი გაპატრიარქება ესე იგი ეს არის თავიდან ბოლომდე რუსეთის კაცი გეტყვით მეუფე შიო საერთოდ რომ თქვა საქართველოს ეკლესიაში სამღვდელოებას არ უყვარს ის არ არის мама ის არის დამსჯელი კაცი იმ მომენტში როდესაც ეკლესიის მეთაური ხდება მარბიელი ბანდების და ხულიგნების ასე ვთქვათ მორალური სახე შიო იყო შერჩეული რატომ იმიტომ თქვენ კარგად ბრძანეთ რუსეთში სწავლობდა მოიყვანა მეუფე შიო ჩათვალეთ რომ ეკლესია არ გვაქვს არ გვექნება ეკლესია ეს მარტო საქართველოს კი არ დაანგრევს მათ ოჯახებს დაანგრევს მათ შვილებს დაანგრევს და ეს ჩვენს მომავალს დაანგრევს დღეს რაც ნახეთ ჩვენ ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება თუ რაოდენ დიდია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსული გავლენა ეს პირდაპირ უნისონში იყო სწორედ იმაზე რაზე დუგინის ფილოსოფია რაც არის ეს არის პირდაპირ რუსული პროპაგანდა რა თქმა უნდა და როდესაც მეუფე შიო უნისონში ლაპარაკობს ამ პროპაგანდის ბუნებრივია ჩვენი მამაზე რეაგირება გვექნება მეუფე შიო მუჯირი ჩელისტი კი არ არის ჩეკისტი არის მიუხედავად ამისა მოუწია აერჩია მოსაყდრე მე მაინც არ მჯერა ვერცერად რომ ეს მხოლოდ მისი შინაგანი ხმა იყო და ვფიქრობ რომ ეს საქართველოში მყოფი ეპისკოპოსი ილარიონ ალფეევის ვიზიტი რაღაცნაირად კავშირში იყო ამ ნაბიჯთან და დღეს მეუფე შიო ეგზარხოსი რუსისგან დანიშნული რომელსაც დაავალეს პირდაპირ რუსეთისგან რომ მან უნდა გაატაროს ეკლესიაში რუსული პოლიტიკა პრორუსული ძალის მიერ არის დასახელებული მეუფე შიო ამ ადამიანს გზა გაუკაფეს სწორედაც ჩრდილოელი ჩვენი არაკეთილმოსურნე ქვეყნის სპეცსამსახურება. მეუფე შიო როგორც მომავალი პატრიარქი თვითონ როგორც წარმოუდგენია ერთხელაც ქედს იყრის რუსეთის იმპერიალური ლისტული პოლიტიკისა და მისი მფარველების წინაშე. მეუფე შიოს ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ ეკლესიის შიგნით რუსული ფრთა კიდევ უფრო გაძლიერდა. მოსაყდრე შიო არის მისი მსოფლმხედველობრივი აზროვნებით, მენტალობითა და ცნობიერებით აბსოლუტურად რუსული პლატფორმის წარმომადგენელი და რუსეთის ეკლესია განიხილავს ხელშემწყობ ინსტრუმენტად კრემლის პოლიტიკის სულიერად გახრწნილი საკუთარი ერის მოძულე რუსეთის უშიშროების რიგითი პაგონებიანი მოსაყდრე თუ რაღაც თანამეინახე შიო უმალ მისი მორალური სიკვდილი დადგება ვიდრე ის გახდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი